ერთი კვირა ელექტრონული პორტალის ამოქმედებიდან რამდენად ეხმარება მოქალაქეებს საიტი, რომელიც სხვადასხვა სუპერმარკეტების ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ ფასებს ერთ სივრცეში უყრის თავს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივის და ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნის მოკლევადიანი სტრატეგიის მიხედვით ქსელებმა მომხმარებლისთვის საუკეთესო შეთავაზებების წარმოდგენა დაიწყეს, თუმცა როგორია გრძელვადიანი სტრატეგია და გაგრძელდება თუ არა ფასების კორექტირება, ამ კითხვებზე საპასუხოდ იმედი ლაივში. ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე გვერდებიან. მოგესალმებით. საღამომშვიდობისა ბატონო, დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენი სტუმრები. მოდით პირველ რიგში აი შედეგებით დავიწყოთ, რაც დაგროვდა აი ერთი კვირის განმავლობაში ბატონ ირაკლი, რამდენად დაინტერესდა მომხმარებელი ამ პორტალით, როგორი არის შედეგები უკვე მომხმარების თვალსაზრისით და აი თქვენ გამოხმაურება როგორია, რამდენად ეხმარება საერთოდ ადამიანს ეს პორტალი. მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. თქვენ უკვე აღნიშნეთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და პარლამენტის ფასების შემსწავლელი კომისიის მოკლევადიანი მოქმედებების ერთ-ერთი სტრატეგიის ნაწილი იყო, რომ ქსელებმა დაიწყეს ეს საუკეთესო შემოთავაზებები საკუთარ ფიზიკურ სივრცეებში. ამ შემდგომ შეიქმნა ერთიანი პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, რომ ყველა ქსელში არსებული საუკეთესო შემოთავაზებებს თავი მოუყაროს ერთ ელექტრონულ სივრცეში და შემოთავაზებებში იგულისხმება როგორც ფასდაკლებები, ასევე საუკეთესო ფასი. პორტალი დაახლოებით წინა კვირას იქნა პრეზენტირებული, თქვენი მედია საშუალებების მიერ ძალიან აქტიურად იქნა ყველაფერი გაშუქებული. მინდა გითხრათ, რომ ინტერესი გახსნის დღიდანვე იყო ძალიან მაღალი და საკმაოდ ვიზიტორები საკმაოდ მაღალი მოცულობა და 20,000-ს გადააჭარბა პირველივე დღეს დაინტერესებული პირების მიერ საიტზე შემოსული უნიკალური ვიზიტორების რაოდენობამ და ეს დინამიკა შემდგომ ესე ვთქვათ პირველი ტალღის მერე შეიძლება ითქვას რომ დასტაბილურდა, თუმცა ტრენდს თუ შევხედავთ არის ძალიან მზარდი, იმიტომ რომ საიტი არის ძალიან პრაქტიკული ინსტრუმენტი ეს პორტალი იმისთვის რომ გავიგოთ საბაზისო სასურსათო პროდუქტზე, როგორიც არის მაგალითად რაღაც კარაქი, გათმის ხორცი, შაქარი, ბრინჯი თუ ესე შემდეგ, რომელ ქსელში საუკეთესო ფასი და პლუს ამას კომბინაცია თუ გსურს და ავაწყოთ ჩვენი კალათა ამ 13 ძირითადი საბაზისო სასურსათო პროდუქტია ამ ეტაპზე და ასევე თუ გსურს ავაწყოთ კომბინაცია, ეს გვაძლევს ძალიან კარგ პრაქტიკულ ინფორმაციას იმისთვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ ჩვენი აწყობილი კალათის კომბინაცია სად არის ყველაზე ხელსაყრელ ფასად. ეს არის ჯერჯერობით ვებ გვერდზე ვსაუბრობთ. ჩვენ აპლიკაცია უჩაშვებულია უკვე. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს მხოლოდ ვებ პორტალი, თუმცა ეს პორტალიც ადაპტირებულია მობილურ მოწყობილობაში და შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს ნახოს, თუმცა რა თქმა უნდა იგეგმება აპლიკაციის გაკეთება და ვფიქრობ რომ ძალიან მარტივებს. ბატონო შოთა, თქვენ როგორ აფასებთ, იმიტომ რომ ეს იყო კომისიის მოკლევადიანი რეკომენდაცია, სანამ გითხავთ გრძელვადიან რეკომენდაციებზე, საინტერესოა თქვენი შეფასება ამ თვალსაზრისით. მოგესალმებით მაგდა, მოგესალმებით გიორგი, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. მიმაჩნია რომ ჩვენ ქონდა მოკლევადიანი რეკომენდაციის ფარგლებში აღნიშნული პლატფორმის შექმნა, ეს არის ეგრეთ წოდებული ბერძნული მოდელი და ეფუძნება სრულყოფილად ევროპულ გამოცდილებას და შესაბამისად აღნიშნული რეკომენდაციის ფარგლებში შეიქმნა საოჯახო კალათა პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში და ჩვენი კომისიის რეკომენდაციის დაყრდნობით და აღნიშნული კალათაში შევიდა ეს 13 საბაზისო პროდუქტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათთვის ქსელებმა თავისუფლად გადმოდგეს ნაბიჯი და ყოველდღიური საუკეთესო შეთავაზებებს ახორციელებენ აღნიშნულ პროდუქტების კატეგორიაზე, ახდება ბრენდების ბრუნვა და ჩვენ გვაქვს ასეთი სიტუაცია, როგორც რაღაც პერიოდში კონკრეტული მაგალითად კარაქის საუკეთესო ბრენდი არის საუკეთესო ფასდაკლებით, შემთხვევაში თქვათ ეს არის კარაქი პრეზიდენტი, შემდეგ როტაცია ხდება ამ ბრენდების და საერთო ჯამში მომხმარებელს აქვს საშუალება, რომ ყოველდღიურად აღნიშნულ 13 პროდუქტზე კონდეს საუკეთესო შეთავაზება. ახლა ეს პლატფორმა რას ნიშნავს ზოგადად? ეს პლატფორმა მომხმარებლისთვის ნიშნავს, რომ ის არის ინფორმირებული და ეს არის ამის ამოსავალი წერტილი და ინფორმირებულება განსაზღვრავს მომხმარებლის საუკეთესო ქცევა, საუკეთესო არჩევანის გაკეთებას და ეს რეალურად კონკურენციასაც. ხოდახეთ როგორი არის შესაბამისად მომხმარებლის საქციელი განსაზღვრავს უკვე ბაზრის მოქმედებას და ქსელები ბუნებრივ კონკურენციაში შედიან, რომ საუკეთესო ფასი შეთავაზეს აღნიშნულ 13 პროდუქტზე და აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პლატფორმა არ არის ლიმიტირებული 13 პროდუქტზე, იქ აქვს ჩვენ კატეგორია
კატეგორია სხვა პროდუქტები, სადაც ქსელები აქტიურად დებენ სხვა პროდუქტებსაც, სადაც საუკეთესო შეთავაზებები არის და ჩვენი მიზანი არის, რომ სრაბაზისო პროდუქტებზე ჩვენი მომხმარებლის სამომხმარებლო ჩეკი შემცირდეს. და ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით დინამიკას ბოლო ერთი კვირის განმავლობაში და სახეზეა აქტიური კონკურენცია ქსელებს შორის და არა მხოლოდ საბაზისო პროდუქტებზე. ამ საბაზისო პროდუქტებზე, რაც ამ პლატფორმის ფარგლებშია და ისინი ცდილობენ, იქ არის საუკეთესო ხუთეულის ასე ვთქვათ ჯგუფი და ქსელები აქტიურად ცდილობენ, რომ ლიდერი პოზიციაზე იყოს და სტატისტიკისთვის ჩვენს მომხმარებელს რო ვთქვათ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ეს 13 პროდუქტის ჯამური ჩეკი იყო 53 ლარი და დღეს საღამოს, როდესაც შევამოწმე, როდესაც მოვედი გადაცემაში, საუკეთესო ქსელი, ქსელს არ დავასახელებ, იმიტომ რეკლამაში ჩამოთვლება, ჩვენ მაყურებელმა თვითონ შევიდეს საიტზე და ნახონ, 13 პროდუქტის საუკეთესო შედავაზება იყო 37 ლარი და 72 თეთრი. ესე იგი, სახეზე გვაქვს აქტიური კონკურენცია და 10%-ის კლება. ეს არის ფაქტი და ძალიან პირადად მე ძალიან მოხარული ვარ, რომ აღნიშნულმა პლატფორმამ გააჯანსაღა კონკურენცია და სწორედ ამ ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში ჩვენი მომხმარებელი იღებს საუკეთესო ფასს. და ჩვენი მიდგომაც ეს იყო კომისიის ფარგლებში, რომ ჩვენ შეგვექმნა სისტემა, რომელიც გააჯანსაღებდა კონკურენციას, მხარეებს შორის ურთიერთობები იქნებოდა გამჭვირვალე, გამჭვირვალეს თვალსაზრისით სახეზეა, რომ მომხმარებელი ზუსტად ხედავს ფასების დინამიკას, თვითონ აკეთებს ინფორმირებულ არჩევანს და შედეგობრივად იღებს ის საუკეთესო ფასს. და მიმაჩნია, რომ მოკლევადიანი სტრატეგიის ფარგლებში ძალიან წარმატებული დასაწყისია და ჩვენ გვაქვს სხვა გეგმების, მაგრამ ამ ეტაპზე, რომ ხელშესაღები ყოფილიყო ჩვენი მოსახლეობისთვის და მომხმარებლისთვის, ეს პლატფორმა აძლევს საშუალებას, რომ 13 საბაზისო პროდუქტი მაგალითად დღეს კონკრეტულ სუპერმარკეტში შეიძინოს 37 ლარად და 72 თეთრად და ამაკ შედის ესეთი პროდუქტები, რომ თითოეული ოჯახისთვის მნიშვნელოვანია, მაგალითად როგორც არის კარაქი, შაქარი, რძის პროდუქტები, ხაჭო, ბაწონი, ქათმის ხორცი და ასე შემდეგ 13 მნიშვნელოვანი პროდუქტი და საუკეთესო ფასად და მიმაჩნია, რომ კარგი წინ გადადგმული ნაბიჯია და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ კონკურენცია კიდევ უფრო გაჯანსაღდება და ჩვენი მომხმარებელი მიიღებს საუკეთესო შეთავაზებებს და ჩვენი მიზანის, კომისიის მიზანის და პრემიერ-მინისტრის ინიციატივას სწორედ ამას ეფუძნებოდა, რომ სამომხმარებლო ჩეკი შემცირდეს. მოდით დავუბრუნდეთ თავად პლატფორმას და მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მაყურებელს მისი ფუნქციონირების შესახებ, რათა მისი ნდობაც გაიზარდოს. საინტერესოა, ვინ მონაწილეობს, ქსელები როგორ შეირჩა, რა პრინციპით, ინფორმაცია როგორ ახდება, ალბათ თავად ეს კომპანიები გაწვდიან ამ ინფორმაციას, რა სიხშირით ახდება, აი გითხარით როგორ ფუნქციონირებს უფრო მეტად. პორტალი ფუნქციონირებს და მისი შევსების წყარო, ანუ ფასების მოწოდების წყარო არიან თვითონ ქსელები. ამ ეტაპზე პორტალზე წარმოდგენილია 13 ქსელი სუპერმარკეტის, რომელიც ჩვენი შეფასებით FMCG ბაზრის დაახლოებით 65%-ს მოიცავს და ეს საკმაოდ მოცულობითი მაჩვენებელია, თუმცა ეს მაჩვენებელი ალბათ გაიზრდება. არის პოტენციალი, რომ გაიზარდოს, იმიტომ რომ ქსელების მხრიდანაც არის ინტერესი, ვინც დღეს წარმოდგენილი არ არის აღნიშნულ პორტალზე, რომ ეს მათთვისაც კარგია, რომ სტიმულირება გაუკეთონ იმ საუკეთესო შემოთავაზებებს, რომელიც საკუთარ ქსელებში გააჩნიათ. გეოგრაფია როგორია ჩვენ გეოგრაფია ამ ქსელებს აქვს საკმაოდ საქართველოს მასშტაბით მოცულობითი არიან ჯგუფები, რომლებიც, რა ვიცი, მაღაზიების 1000-ზე მეტი მაღაზიაც აქვთ და ფარავენ როგორც თბილის, ასევე საქართველოს რეგიონებში, შეიძლება ისარგებლონ. კონცენტრირება უფრო მეტია ვიდრე რეგიონებში, თუმცა ეს დინამიკა გრძელდება. მეორე მხრივ 13 საბაზისო პროდუქტისგან გამომდინარე, აი ბოლო მონაცემით მაგალითად 280-ზე ცოტა მეტი საუკეთესო შემოთავაზება იყო განთავსებული პორტალზე, თუმცა ეს დინამიკაც მუდმივად იცვლება, იმიტომ რომ წყარო არის ქსელებიდან მოწოდებული ინფორმაცია და ყველაფერ მოთხოვნა ქსელების მიმართ არის ის, რომ პორტალზე მოწოდებული ინფორმაცია და განთავსებული ინფორმაცია, რაც არის და რის კალათასაც ნახავთ, ავაწყობთ და შემდგომ მივალთ ფიზიკურ სივრცეებში, რომ ეს პროდუქტი თუნდაც ვიყიდოთ ან ვებგვერდით გამოვიძახოთ, ის იყოს იდენტური ქსელშიც და რა თქმა უნდა მარაგებთან დაკავშირებული. ამას ვინ ამოწმებს საინტერესოა? ამის მონიტორინგს და ზანახებულობას უზრუნველყოფს კონკურენცია და მომხმარებლის დაცვის სააგენტო და ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ძალიან ეფექტური და ოპერატიული კომუნიკაცია
ქსელებთან, ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას ვუხდი მათ, რომ აი ძალიან ესეთ ოპერატიულ რეჟიმში მუშაობთ ამ მიმართულებით. განახლების მომხმარებელსაც ხო შეუძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია, თუ კი რაიმე აცდენა იქნა და არ დახვდა ის პირობები, რაც იყო საიტზე. აქვს შესაბამისი კონტაქტის ბლოკი. ჩვენ ამის გარეშეც უამრავ ინფორმაციას ვიღებთ ყოველდღიურად ცხელხაზზე, როდესაც აი მომხმარებელი ან ფასის აცდენას ნახულობს, ან მაგალითად ვერ იღებს იმას, რაც მას უთხრეს, რომ იქნება ქსელში. ამიტომ პორტალზეც არის ამის შესაძლებლობა, ცხელი ხაზითაც არის ამის შესაძლებლობა და ბუნებრივია, ჩვენ ოპერატიულად გვექნება მონიტორინგი და რეაგირება ამ მიმართ. რეაგირება როგორ იქნება და მეორე მხრივ, ანუ განახლება ფასების რა სიხშირით ხდება, რომ დაუშვათ მაგალითად ორშაბათს წარმოადგენს და კვირის განმავლობაში ეს ფასია თუ ყოველდღიურად იცვლება თუ როგორ არის ეს ფასი? არის საუკეთესო შემოთავაზება მოიცავს როგორც ფასტაკლების ნაწილს კონკრეტულ პროდუქტებზე, ასევე მოიცავს კონკრეტულ ქსელში შეიძლება ფასი არ იყოს ფასტაკლებული და იყოს მუდმივი, მაგრამ საუკეთესო ფასი ქონდეს კონკრეტულ პროდუქტზე. ფასტაკლებებზე აი თითქმის შემიძლია გითხრათ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში მიდის გარკვეულწილად ქსელების მხრიდან მოწოდება ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ქსელები სხვადასხვა დროს, მათ აქვთ კონკრეტული ვადები, როდის იწყება, როდის თავდება და დამთავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, მათ აქვთ ვალდებულება და პასუხისმგებლობაც, რომ უზრუნველყონ ჩანაცვლება. მაგალითად, თუ ხვალ გადის ვადა რაღაც სამი დასახელების კატეგორიაზე, ჩვენ დღეს უკვე გვაქვს ინფორმაცია, მაგალითად, ხვალის შემდეგ რა პროდუქტის კატეგორიაზე, რა ვადით დაიწყება ფასტაკლების ჩანაცვლება. მუდმივ ფასებსაც თუ კორექტირება ხდება, გვაწვდიან, თუ კორექტირება არ ხდება, მუდმივ ფასი მუდმივად არის საუკეთესო შემოთავაზების სახით წარმოდგენილი. ბატონო შოთა, ჩვენ დიდი ინტერესით ვადევნებდით თვალს კომისიის მუშაობას და იმ პერიოდში საუბრის შესაძლებლობაც ჰქონდა, თქვენ იყავით ჩვენი სტუმარი და გვახსოვს, რომ დიდი დრო დაუთმო კომისიამ საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლას, რაც აი მაქსიმალურად ოპტიმალური მოდელი გადმოგეღოთ ან შეგეთავსებინათ ქართული რეალობისთვის. რატომ შეირჩა პირველ ეტაპზე სწორედ აი ამ პორტალის შექმნის აუცილებლობა? ეს რა უპირატესობა აქვს მას იმისთვის, რომ აი ქართველი მომხმარებლის განწყობას ყველაზე მეტად შეესატყვისება? ძალიან საინტერესო კითხვაა და მნიშვნელოვანი კითხვაა, რატომ შეირჩა ბერძნული მოდელი. ჩვენ საერთაშორისო გამოცდილების ფარგლებში შევისწავლეთ რუმინული მოდელი, ბულგარული მოდელი, უნგრული მოდელი, ფრანგული და ბერძნული. და საბოლოო ჯამში ბერძნულ მოდელს მივეცით რეკომენდაცია და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ბაზრის საქციელი შევისწავლეთ. ქართული ბაზრის საქციელი, რომელიც ძალიან შეესაბამება ბერძნული ბაზრის საქციელს და ამ სექტორში ორი ტიპის ბაზრის საქციელი არსებობს. ერთი არის high-low მოდელი, ეს იმას ნიშნავს, ბაზარი მუშაობს ფასდაკლებებზე და მეორე არის ყოველდღიური საშუალო ფასის მოდელი, აქ ესეო ძირითადად ისეთ ქვეყნებშია, როგორც გერმანია და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ბაზრის მოდელი სწორედ ამ საფუძვლებზე იყო აწყობილი, სწორედ აქ გაჩნდა იდეა, რომ ბერძნული კალათის ანალოგი დაგვენერგა და ეს აძლევს საშუალებას ბაზარს, სექტორს, რომ მომხმარებელს კონკრეტულ კატეგორიებზე, პროდუქტის კატეგორიებზე მუდმივად შესთავაზოთ საუკეთესო ფასები და საუკეთესო შეთავაზებები გააკეთოს მომხმარებლისთვის და ჩვენი ანალოგებით სწორედ ამიტომ იქნა დაგეგმილი საოჯახო კალათის პროგრამის შექმნა. მინდა აღვნიშნო, რომ ქსელებიდანაც ძალიან კარგი უკავშირი იყო, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ ვეყრდნობით ბაზრის საქციელს, აქ თამაში არ შემოდის რეგულაცია, რადგან სადაც ქვეყნებში, სადაც რეგულაციებით წავიდნენ, ეს იყო უნგრეთის და რუმინეთის მაგალითი, იქ ასე ვთქვათ, გვერდითი ეფექტი მნიშვნელოვნად ნეგატიური იყო, მან გამოიწვია ფასების ასიმეტრია, სხვა პროდუქტებზე ფასების გადატანა, ასე რომ ვთქვათ, ხარჯების გაბერვა, რაც საბოლოო ჯამში ბაზარი დაზარალდა და მომხმარებელმა სხვა პროდუქტებზე უფრო ძვირი გადაიხადა, ვიდრე ადრე იყო და შესაბამისად ინფლაცია შემცირების ნაცვლად პირიქით აჩქარდა. ანუ ეს მოდელი გულისხმობს იმას, რომ ბაზარმა თავარი გამოწვევა იყო, რომ ისე მოგვეწყოს სისტემა, ისე გადაგვეწყოს სისტემა, გამოგვეყენებია სწორედ ფასდაკლების მოდელი, რომელიც ბაზარი ოპერირებდა, მაგრამ გამოგვეყენებია ეს მომხმარებლის სასარგებლოდ და ეს ფასდაკლებები აღარ არის ქაოტიური, ეს არის მუდმივი ფასი, აღნიშნულ კატეგორიაზე დაბალი ფასი, უბრალოდ ხდება ბრენდების როტაცია. და საინტერესო არის კიდევ, რომ ამ სექტორში განსაკუთრებით მნიშვნელობა აქვს მომხმარებლის ტრაფიკს, ასე რომ რამდენად ხშირად შედის შესაძლებლად მომხმარებელი და საბერძნეთის მაგალითად აჩვენა, რომ ამ საოჯახო კალათაში ისინი შეგნებულად ყველაზე, ასე რომ ვთქვათ,
ისეთ ბრენდებს დებდნენ, რომელიც მომხმარებლისთვის განსაკუთრებული მიმზიდველი იყო და განსაკუთრებულ საუკეთესო ფასდაკლებებს უკეთებენ, მაგალითად ერთი კვირის განმავლობაში, რომ მოეზიდათ უფრო მეტი მყიდველი. და ამ შემთხვევაში აქ საუბარი, როდესაც ჩვენ საუბრობთ ბრენდების როტაციაზე, საქართველოს რეალობაშიც ქართული ჩვენ ვაკვირდებით ამას მონიტორინგს ვაკეთებთ და პროდუქტებს, რომელიც ისინი თავაზობენ, არიან ძალიან მიმზიდველი პროდუქტები არის, ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტები არიან და იმ კატეგორიულ პერიოდში, დროის პერიოდში იწვევს ყოველივე ეს, რომ უფრო მეტი მომხმარებლის მოზიდვას ასე რომ ვთქვათ, ქსელში და ეს არის ესეთი სიტუაცია, რომელიც ორივე მხარე იგებს. ერთით მხარე კერძო სექტორიც იგებს და მომხმარებელიც იგებს და ამიტომ არის ეს მოდელი საინტერესო. ხა ჩვენ ხანდახან მეხსნის განცხადებები, რომ ფასდაკლებები ისედაც იყო, ეს ასე არ არის. ეს ჩვენ სისტემური ხასიათი მივეცით, ორგანიზებული ხასიათი მივეცით და აი ეს რო ავუხსნათ მაყურებელს, იმიტომ რომ თქვენი ოპონენტების ბრალდებები ძირითადად შეეხებოდა იმას ზუსტად, რომ სხვადასხვა ქსელები, სხვადასხვა პერიოდულობით ფასდაკლებებს თავაზობენ, რა შეიცვალა მომხმარებლისთვის. ეს არ იყო ყოველდღიური. აი თქვენ როგორც მომხმარებელი დღეს 13 ქსელში, რომელიც დარეგისტრირებული არის პლატფორმაზე და მე უნდა აღვნიშნო, რომ ეს 13 ქსელის ორგანიზებული ლითელის დაახლოებით 90%-ია. ეს 13 ქსელი. თქვენ ყოველდღიურად შეგიძლიათ შეხვიდეთ აღნიშნულ ქსელებში და ის 13 კატეგორიის პროდუქტი ყოველდღიურად გქონდეს საუკეთესო ფასად. ადრე იყო სიტუაცია, შეიძლება შეიცვალოს ბრენდი და უშუალოდ ხაჭოს ან მაწმის, მაგრამ აუცილებლად იქნება არ შეიძლება ხარისხი, მაგრამ ყოველთვის იქნება ერთი ან ორი ბრენდი საუკეთესო ფასად, რომელიც ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი აღარ ელოდებიან ფასდაკლებას, ასე რომ ვთქვათ, იმ განსაკუთრებულ დღეებს, თვეში 4 ან 5 დღეს მუდმივად მათ აქვთ ხელმისაწვდომი პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად. აი ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ბერძნული მოდელის, რომ მომხმარებელს ვაძლევთ საშუალებას, რომ მისი ჩეკი ყოველდღიურად შემცირდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და სწორად გვინდა რომ ჩვენმა მაყურებელმა გაიგოს, რომ მათთვის შევიდნენ ამ ვებგვერდზე, კარგად გააკეთონ მოკვლევა და ისინი მიიღებენ საუკეთესო ფასს და იმის გარანტია, რომ რაც ვებგვერდზე იქნება, ასახული იქნება რეალურად სუპერმარკეტებში, ამიტომ არსებობს მონიტორინგი, ამიტომ არსებობს კონკურენციის სააგენტო და ჩვენ მონიტორინგის ვახორციელებთ და დღემდე ქსელები, ასე რომ ვთქვათ, მუდმივ თანამშრომლობის რეჟიმში არიან, იმიტომ რომ ეს მათთვისაც საინტერესოა, მათთვისაც მოგებიანია, იმიტომ რომ ეს ხელს უწყობს მათი ვაჭრობის ბუნის დას და ეს არის მოდელი, როდესაც ორივე მხარე იგებს. მოდით ახლა იქ სწორედ კონკურენციის საკითხზე გადავიდეთ, როგორც კი დაიწყო ეს პროცესი, ფასების შესწავლა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაჩნდა მოლოდინი, რომ იქნებოდა მკვეთრი გადაწყვეტილებები, მაგრამ მაშინვე ითქვა მართველი გუნდის მხრიდან, რომ აქ გამოსავალი წერტილი არის კონკურენცია, რომ ჯანსაღი კონკურენცია ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ მომხმარებელი დარჩეს მოგებული. აი, ამ თვალსაზრისით რა მდგომარეობაა კონკურენციის სააგენტო, როგორ ადევნებს თვალს აი ამ სიტუაციას, გვაქვს პრობლემები, რა მიმართულებით არის ეს პრობლემები და თქვენ რას აკეთებთ, რომ კიდევ უფრო უკეთესი გახდეს მდგომარეობა კონკურენციის? კი ბატონო, ეს პორტალი არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი, რომელმაც თვალსაჩინო გახადა ის კონკურენციის ფორმატი, რომელიც შეიძლება ამ პორტალის არსებობამდე გარკვეულ ჰორიზონტალურ სივრცეში არსებობდა ამ ქსელებს შორის და ნუ ეხლა 10-11 ქსელია, ბაზარი მზარდია, ორგანიზებული ბაზარი იზრდება, მუდმივად და ჯანმრთელობა ხდება მაღაზიების, თვითონ ვაჭრობის სექტორიც ძალიან მოცულობითია და იზრდება, ამიტომ ამ ფონზე ჩვენ ამ სფეროს მონიტორინგი 2023 წლიდან ისედაც გქონდა და ყოველწლიურ ანგარიშებში ასახულია ეს დინამიკა, ასახულია ქსელების კონცენტრირების მაჩვენებელი და შეფასებულია კონკურენციის ხარისხი. კომისიის მუშაობამაც ძალიან კარგად აჩვენა, ძალიან ბევრი პროცესი, სად არის ხარვეზები და ეს არ არის მხოლოდ კონკურენციის კონტექსტი, იქ არის ასე რომ ვთქვათ, ჯაჭვისში არსებული რიგი არაეფექტური კომპონენტები, რომელიც საბოლოო ჯამში ზრდის ამ ფასნამატის მაჩვენებელს და ამიტომაც არის, რომ მოკლევადიანთან ერთად არის გრძელვადიანი გეგმები იმისთვის, რომ რაღაცა ამ სუსტი რგოლების განეიტრალება მოხდეს, თუმცა ამ პორტალის დინამიკაშიც ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს უზრუნველყოფს ფასების გამჭირვალობას. ფასების გამჭირვალობა ნიშნავს, რომ მოქალაქე არის ინფორმირებული და ამ პორტალის ფუნქცია სწორედ ეს არის, რომ წინასწარ ვიცოდე და გავაკეთო ინფორმირებული არჩევანი. ინფორმირებული არჩევანი
რაც უფრო მეტი მოქალაქე აკეთებს, ეს არის კონკურენტული ზეწოლა ქსელებს. ეს ყოველთვის ეცდებიან, რომ სხვა ქსელს აჯობონ საუკეთესო შემოთავაზებით და აი ბატონ შოთასთან ერთად საუბრობდით ახლა, გუშინ მაგალითად ლიდერი 13 პროდუქტის კომბინაციაში იყო სხვა ქსელი, დილით ეს ლიდერი შეიცვალა იყო სხვა, დღესაღამოს კიდე სხვა და დაახლოებით კალათაში სამლარიანი ასე ვთქვათ, კლება გვაქვს. ხო, პროცენტში ვავსახოთ ეს და გაყიდვების მოცულობაში ვავსახოთ, საკმაოდ მოცულობით დანაზოგზე გავალთ და მეორეს მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ, ქსელებს შორის კონკურენციის, ასე ვთქვათ, ვიზუალიზაცია ამ პორტალზე. ეს არის მოქალაქეების აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ პორტალს ყავდეს ბევრი მომხმარებელი და ბევრი, ასე ვთქვათ, ხშირად ვთქვათ, ტრაფიკი გქონდეს, იმიტომ რომ ეს არის თავარი მხარდამჭერი კონკურენციის. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ასე რომ ვიაქტიუროთ ყველას მოუწოდებ, იმიტომ ეს პირდაპირ ჩვენი ინტერესია, რომ მაქსიმალურად ასე ვთქვათ, კი, კონკურენცია ნიშნავს უფრო მორგებულ, საუკეთესო და სამართლიან ფასს. აღნიშნული პლატფორმა არის შექმნილი მოხმარებლისთვის. რაც უფრო ბევრი მომხმარებელი შევა, მით უფრო გაიზრდება კონკურენცია. და მით უფრო საუკეთესო ფასს მიიღეს მომხმარებელი. და თუ დარღვევებიც იქნება, რა თქმა უნდა, ამ შეტყობინებაც მნიშვნელოვანია. მოთხოვნაც არის, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახონ შევიდეს აღნიშნულ პლატფორმაზე, შეადაროს ფასები, გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. ეს არის კონკურენციის საუკეთესო მოდელი, თანამედროვე მოდელი, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებელს ისევ მომხმარებელს აძლევს საუკეთესო. რა არის შემდეგი ნაბიჯები კომისიის რეკომენდაციებიდან, რომელიც ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელისუფლებასთან ერთად ყველა რეკომენდაციას გავაკეთებთ და ჩვენ გვისაუბრია ამაზე და არსებობს ორი ტიპის ორი მიმართულება, სადაც ჩვენ აქტიურად მუშაობთ. პირველი არის, რომ ჩვენ ვამხსენეთ ეს, რომ ფას, რომელიცაც ჩვენ დახსევ ხედავთ, ეს არ არის ერთკომპონენტიანი, ეს არის სამკომპონენტიანი ფასი. ამათი შეჯამება არის, იწყება იმპორტიორი მწარმოებელი, დისტრიბუტორი, ქსელი. სწორედ ეს სამი კომპონენტი ქმნის ფასს და აქ ჩვენ გვისაუბრია ურთიერთობის ასიმეტრიაზე. და ამ ვერტიკალში არსებობს პრობლემები, სტრუქტურული პრობლემები, ანათანაბარი ურთიერთობები და სწორედ ერთი ნაბიჯი არის, რომ ჩვენ გვინდა შევქმნათ კომერციული ურთიერთობების ჩარჩო. და ამის შესახებ ჩვენ ბიზნესთან არაერთხელ გვისაუბრია და გვინდა რომ ხარებს შორის კონსულტაციის საფუძველზე შეიქმნას ეს კომერციული ურთიერთობების ჩარჩო. ეს ერთი და ეს შეიქმნება. მეორე მიმართულება, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის და აძვირებს ბიზნეს მოდელს და ქსელების ამბობენ ამას დისტრიბუტორების და მწარმოებლების, ეს ამის კონსენსუსი არსებობს, რომ საოპერაციო მოდელი არის ძვირი. და ამ ძვირში იგულისხმება, რომ მიწოდების ჯაჭვი არის გრძელი, რაც უფრო დიდი არის მიწოდების ჯაჭვი, დამატებითი ხარჯი იქნება. აი ჩვენი შემდეგი გამოწვევაა და ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, რომ მიწოდების ჯაჭვი დავამოკლოთ. დამოკლება ახლა რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ შევქმნათ ქსელებს მიცეთ საშუალება, რომ შევქმნათ ლოგისტიკური დისტრიბუციის ცენტრები. და როდესაც დიდი ქსელია, რომელსაც აქვს 1000-1500 სავაჭრო წერტილი მაღაზია, ასე რომ ვთქვათ, მას სჭირდება ცენტრალიზებული დისტრიბუცია. ამ შემთხვევაში საოპერაციო ხარჯი მნიშვნელოვნად მცირდება, ხარჯების შემცირება თავისთავად იწვევს ქსელებს აძლევს საშუალებას უფრო კონკურენტული ფასში შეთავაზოს მოხმარებელს, რადგან ქსელებს შორის კონკურენცია მაღალია, მაგრამ იმისგან გამომდინარე, რომ საოპერაციო მოდელი არის ძვირი, ეს არ აძლევს საშუალებას, რომ უფრო კონკურენტული ფასში შეთავაზოს მოხმარებელს. ამ შემთხვევაში და ასეთი ლოგისტიკური ცენტრების შექმნა იგეგმება, ჩვენ აქტიურად მუშაობთ კერძო სექტორთან, რომ მათ ხარს უჭერთ, რომ მაგალითად ერთ დიდ ქსელს ორი ლოგისტიკური ცენტრი, ერთი აღმოსავლეთ საქართველოში, მეორე დასავლეთში, საკმარისია, რომ მთელი საქართველო მოიცვა. ამ მიმართულებით ნაბიჯები იდგმება და არაერთ კარგ სიურპრიზს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს და საქართველოს მოქალაქეებს. ერთი ეს არის, მეორე ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო, რომ შევძლოთ ქსელების და მწარმოებლების შორის პირდაპირ მათი დაკავშირება. და აქ მნიშვნელოვანი მომენტი არის, რომ ქსელები არის გარანტირებული გაყიდვის რეალიზაციის წერტილები და მაგალითად ევროპის კავშირს რომ შევადაროთ, აქ კერძო ეტიკეტის პრაქტიკა საქართველოში, კერძო ეტიკეტი ახლა რას ნიშნავს? მე ვარ ქსელი, მე ვქნი პროდუქტს, ვარქმევ ჩემი ქსელის სახელს, მაგრამ თქვენ ბრძანდებით მწარმოებელი, ჩვენ ვაკეთებთ საკონტრაქტო ხელშეკრულებას, რაღაც εν რაოდენობის პროდუქტის რაოდენობას თავხდებით, პირდაპირ ახდენთ ფინანსურ ანაზღაურებას, თქვენთვისაც კარგია, იმიტომ რომ
გარანტირებული გასაღების ბაზარი გაქვთ და ამ შემთხვევაში რიგი ხარჯები, როგორიც არის მარკეტინგის ხარჯის, პროდუქტის განვითარების ხარჯი, ასეთი ხარჯები უკვე აღარ არის და ამ შემთხვევაში კერძო ეტიკეტის პრაქტიკაში პროდუქტის ღირებულება 30-დან 35%-მდე მცირდება. ეხლა რა ხდება? საქართველოში ასეთი პრაქტიკა ბაზარზე არის, ბაზრის 10% არის მხოლოდ. როდესაც ევროკავშირის ქვეყნებში კერძო ეტიკეტის პრაქტიკა არის 50%. ახლა რა ხდება განსხვავება და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია განვითარება და ეს საშუალებას მოგცემს ერთი მხრივ ადგილობრივ წარმოება განავითაროთ, მეორე მხრივ ფასი სარეალიზაციო საბოლოო პროდუქტის მნიშვნელოვნად შემცირდეს და ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ და არაერთ კარგ დემონსტრაციას საშუალება გვექნება რომ ჩვენ ადგილობრივ წარმოებლებს რაც ახლა ჩვენ გვახსოვს დიდი წუხილი რომელიც მათ გამოთქვეს აი საჯარო მოსმენების დროს მთელი რიგი პრობლემები აქვთ ქსელებთან ურთიერთობაში იქ იყო რაღაცა ძალიან ასიმეტრიულ ურთიერთობებზე საუბარი და აი მაგრამ მანდ არის თუ იგეგმება რაღაცა სერიოზული მექანიზმის შექმნა ადგილობრივ განსაკუთრებული ხარდაჭერა გვინდა გამოუცხადოთ საშუალო და მცირე წარმოებლებს განსაკუთრებით რადგან საშუალო და მცირე ბიზნესი არის ეკონომიკის გამხდარი საფუძველი. ეს ერთი მიმართულებით და აქ არის არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივა, ასეთი პრაქტიკა არსებობს ევროკავშირში, სადაც ადგილობრივ წარმოებლებს აქვს პრივილეგია, ასე რომ ვთქვათ, ქსელებში თავიანთი პროდუქტის განთავსებით, მაგრამ აქ განსაკუთრებით მნიშვნელობა აქვს ფასს და აქ უნდა მივეხმაროთ საშუალო და მცირე წარმოებლებს, რომ მათი პროდუქტი, რომელიც ისინი აწარმოებენ, ეს არის კონკურენტუნარიანი. და აქაც არის პრომოწვევები, აქაც არის პრობლემები და აქ გვინდა ჩვენ რომ მათ ხარდაჭერა გამოუცხადოთ, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ იმ პროდუქტების კატეგორიებზე არსებობს პროდუქტების კატეგორიები, რომელიც ძალიან დეფიციტური არის. იქ არც გადახდის პირობები არის პრობლემა, არც თაროზე განთავსების პირობები არის პრობლემა და წინასწარი გადახდებიც ხდება. სწორედ ამ მიმართულებით ჩვენ ხარდაჭერა გვინდა, მაგრამ არის ისეთი კატეგორია პროდუქტების, როდესაც მიწოდება იმდენად მაღალია და იმდენად დიდი არის და მოთხოვნა მნიშვნელოვნად ნაკლები და თაროს ფარცი მნიშვნელოვნად მცირე, აქ თვითონ კონკურენცია განსაზღვრავს და აგრესიული ჩარევა არასწორი იქნება. საერთოდ ჯამში ჩვენი პოლიტიკა არ არის აგრესიული ჩარევა, ჩვენი პოლიტიკა არის რომ ბაზრის საქციელიდან გამომდინარე, კერძო სექტორის საქციელიდან გამომდინარე, მათ მივცეთ საუკეთესო ფონი შეუქმნათ, რომ კონკურენცია, ჯანსაღი კონკურენცია იყოს და ისე თანაბარ პირობებში. ეს არის ჩვენი მიდგომა და თვითონ შემდეგ ბაზრის უხილავი ხელი განსაზღვრავს საუკეთესო ფასს და საუკეთესო შეთავაზებას. ბატონო ირაკლი, აი კონკურენციის სააგენტოს როლი როგორი იქნება იმ პროცესში, რაზეც ბატონი შეთასაუბრობდა და რაც გულისხმობს, რომ ადგილობრივი მწარმოებლის წახალისებას თუ არა, ნუ მინიმუმ მათი დაჩაგვრა მაინც არ ხდებოდეს. ბატონო შოთა მახსენა დირექტივა, რომელიც ევროკავშირში ფართოდ არის გავრცელებული და ეს არის სამართლიანი ვაჭრობის შესახებ. კომისიის მუშაობის დროსაც ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ქსელებს შორის კონკურენცია არის, სხვილ მიმწოდებლებს შორის კონკურენციაც არის და ეს ხარჯები, რაც შესვლას უკავშირდება ქსელში, ამ სხვილებს შორის კონკურენციის შედეგია, იმიტომ რომ ისინი, როგორც ბატონო შოთა თქვა, კონკრეტული სივრცისთვის მზად არიან, რომ ერთმანეთის კონკურენცია გასცენ და უფრო მეტი გადაიხადონ. აი ეს არის შედარებით მცირეების როლი და ადგილი. აი სწორედ ეს ჩარჩო უზრუნველყოფს იმას, რომ ფერმერებისთვის, სტარტაპებისთვის, რომლებსაც აქვს კონკრეტული ხარისხობრივი კატეგორია, არ აქვს მიწოდების პრობლემა, მზად არიან, რომ ესე რომ ვთქვათ, ააყვნენ ამ პროცესს, ამას ჰქონდეს მხარდაჭერა. ბევრ ევროპულ ქვეყანაში, სადაც ეს ჩარჩო სამართლიანი ვაჭრობის შესახებ რეგულაცია არსებობს, აღსრულებას უზრუნველყოფს იმ ქვეყნის კონკურენციის უწყებები და თუ მაგალითად გადახდის დროს დაგვიანება და არ ხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში თანხის გადახდა, რაც მიმწოდებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ კონდეს საბრუნავი საშუალებების დეფიციტი. მაგალითად არასამართლიანად ვერ შედის კონკრეტულ ქსელში და მაგალითად სხვა შედის და თანაბარ პირობებში ერთს არ ეუბნებიან და მეორეს არა და გარკვეული დისკრიმინაციას აქვს. ესეთი ჩავარდნების აღმოფხვრაზე სწორედ აღნიშნული ჩარჩო რეგულირების აღსრულების კონტექსტს უზრუნველყოფს კონკურენციის აგენტოები. თუ იქნება მიღებული მსგავს ტიპის რეგულირების ჩარჩო, რა თქმა უნდა, ჩვენ უწყება მზაობას გამოთქვამს, რომ ამ პროცესის აღსრულებაში შევიდეს და ბუნებრივია ამ ჩვენი შესწავლებიც, რაც ამ სექტორის დაკვირვებას და მონიტორინგს აჩვენებს, აი სწორედ ესეთი ტიპის
ჩავარდნების ამოფრაზეა ორიენტირებული. საკითხი იმდენად აქტუალურია, რომ კრიტიკოსი და სკეპტიკოსი ბევრი გამოჩნდა და ხელისუფლების ოპონენტები დღემდე ამტკიცებენ, რომ ამ პროცესმა შედეგი არ დადო, რომ მომხმარებელმა მოქალაქემ ვერაფრით ვერ ისარგებლა, ეს იყო პიარი და ასე შემდეგ. ეხლა ეს არგუმენტები თქვენთვის კარგად არის ცნობილი. დღეს რა შეგიძლია თქვა, რა მოიტანა ამ პროცესმა, გასაგებია გრძელვადიან პერსპექტივაში, რომ ველოდებით კიდევ შედეგებს, მაგრამ დღეს უკვე რა სარგებელი აქვს მოქალაქეს? მოდით ასე შევაჯამებდით. ჩვენი კომისიის ფარგლებში რეკომენდაციები გაიცა მოკლევადიან პერიოდზე, გაიცა საშუალოვადიან პერიოდზე და ასევე დავწერეთ გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია. ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში რა გაკეთეთ. მარტივი ახლა კრიტიკოსებმა და სხვადასხვა ოპონენტებმა შეიძლება განცხადებები აკეთონ, მაგრამ ჩვენთვის განცხადებები მნიშვნელოვანი არის. ჩვენი განცხადებები მნიშვნელოვანი არის ფაქტები. როდესაც ეს პორტალი შევქმნით, საშუალო ჩეკი, ასე რომ ვთქვათ, 13 პროდუქტზე იყო 53 ლარი და 20 თეთრ ვთქვათ. დღევანდელი რეალობა არის ეს შეადგენს 37 ლარს და 72 თეთრს. იმას ნიშნავს, რომ კონკურენცია მუშაობს, სისტემა მუშაობს და აქ თავარი არის, რომ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყოთ. ეს არის შეთავაზება საუკეთესო ფასდაკლებებით და რო თუ ჩვენ საბაზისო ფასს ავიღებთ, დახლის ფას, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში არის ფასი, დახლის ფასი. ხომ ამ შემთხვევაში სხვაობა ორჯერ მეტი იქნება. ასე რომ ვთქვათ, შეიქმნა მოდელი, რომელიც ჩვენს მოქალაქეს აძლევს ყოველდღიურად საუკეთესო ფასი გქონდეს ამ 13 პროდუქტის კატეგორიის, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ შიდა კლევად ჩავატარეთ, გამოკითხვად ჩავატარეთ და ეს 13 პროდუქტის კატეგორია მოსახლეობის თითქმის ყველა ოჯახისთვის მნიშვნელოვანია, აქ არ აქვს მნიშვნელობა სტატუსს, რომელიც ყველა ოჯახისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ჩემი ოჯახისთვის მნიშვნელოვანია თითოეულ ჩვენგანისგან, მაგრამ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მნიშვნელოვანია. ესე იგი და ჩვენი შევძელით, რომ ის პროდუქტების კატეგორიები, რომელიც მოსახლეობის მნიშვნელოვანი დიდი უმრავლესობისთვის განსაკუთრებელია მის ამ კატეგორიის ფასი, აქვთ საუკეთესო შეთავაზებები და მიმაჩნია, რომ ეს ხელშესახები შედეგია, ეს ფაქტი არის. და თითოეულ ჩვენგან შეგვიძლია შევიდეთ აღნიშნულ პლატფორმაზე და ნახოთ ფასები. და ყოველდღიურად შევადაროთ და ჩემი თხოვნა არის და მიმართვაც არის, რომ საქართველოს მოსახლეობა აქტიურად გამოიყენოთ ეს პლატფორმა, რაც უფრო აქტიურად გამოიყენებთ, მით უფრო მაღალი იქნება კონკურენცია და მით უფრო საუკეთესო ფასს მიიღებთ და თქვენთვის არის გაკეთებული. მადლობა ბატონო, შოთა ბერეკაშვილი, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე, კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ჩვენი სტუმრები იყვნენ ამ აქტუალურ თემაზე.